დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ისევ თეატრალურად დაუბრუნდით, იმიტომ რომ საუბრობთ ახალ გამოცემაზე, რომელიც არის მეგზური 2010-2012 წლების საქართველოს რეგიონულ თეატრებზე. აქ არის ყველანაირი ინფორმაცია შემოქმედებით მხარეზე, ტექნიკურზე და ყველაფერი იმაზე, რაც შეიძლება მაყურებელს და პროფესიონალ ადამიანს დაინტერესოს. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, გამოცემის ავტორებს, ვაშა ჩხარტიშვილს და ელენე ბაბაკიშვილს და გამოკითხვის შედეგად დასახელებულ საუკეთესო მსახიობებს, რომელ გამოკითხვას ჩვენ სტუმრები მოგვყვებიან, ქალბატონი მარინა კახიანი, რუსკა მაყაშვილი და ჯანა იზორია. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. პირველ რიგში მოლოცვით უნდა დავიწყოთ, მე მგონი, იმიტომ რომ ერთგული მაყურებლის აზრი მე ასე ვფიქრობ, რომ ყველა მსახიობისთვის არის უმთავრესი. ჟიურის გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით, ხო სწორია? ანუ ყველა რეგიონი იყო ჩართული შეძლების დაკვარად და 15 ქალაქის 15 თეატრის მაყურებელი გამოვკითხეთ 800-მდე დაახლოებით, 758. და გამარჯვებულები ყოფიან ჩვენ სტუდიაში. გილოცავთ. ხო, ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ხალხი როგორ ფიქრობს, როგორ აფასებს ამა თუ იმ ნაბიჯს თუ სპექტაკლს და ესე ვთქვათ საქმიანობას ასაც ეწევს. აბარა ხალხისთვის არის ყოველთვის მნიშვნელოვანია მაყურებელი როგორ შემოხედავს, როგორ შეგაფასებს და მით უმეტეს ესეთი ამბავი ძალიან გაგვიხარდა ჩვენ ყველას. ანუ შეიძლება ითქვას რომ ის სპექტაკლები რომელშიც თქვენ მონაწილეობთ დადის ხო რეგიონებში დავუშვათ გააქვს თუ ისინი სტუმრობენ ხოლმე თუ აი როგორ მოხდა ეს არ ხერხდება როგორ არის როგორი სიტუაცია აი ეს სახეები რომელიც უფრო პოპულარულია და ხშირად ჩანან ტელევიზიით აი ამ შემთხვევაში ძალიან დიდ გავლენას ახდენს ხოლმე იმიტომ რომ მოგეხსენებათ რეგიონის მაყურებელს ხშირად არ აქვს საშუალება რომ უშუალოდ ნახოს სცენაზე თავისი საყვარელი მსახიობი და ამიტომ ძირითადად აი ამ რაღაც ხუთეულებში მოხდა პოპულარული სახეები თუმცა რა თქმა უნდა მე არ გამოვრიცხავ რომ დიდ ნაწილს ამ მაყურებლების თავად სცენაზე წავს ერთხელ მაინც ნანახი დიახ და აღსანიშნავია ის ფაქტი რომ გარდა იმისა რომ აი რაღაც პროფესიონალური კუთხით აფასებენ მაყურებლები ამ ადამიანებს მათ აქვთ რაღაც პიროვნულად თბილი გრძნობები აი ხა მაგალითად ჯანოსთან მიმართებაში ხო ყოველი მეორე მაყურებელი როდესაც მას ასახელებდა აი რაღაცა სახე უნათდებოდა რაღაც აბსოლუტურად გრძნობდი რომ ამ ადამიანებს გარდა იმისა რომ ეს ადამიანი უყვართ იმ სპექტაკლებიდან რომელიც თქვათ უნახავთ ამის გარდა აკავშირებთ აი ეს რაღაც თბილი პიროვნული გრძნობები მის მიმართ და მას როგორც პიროვნებას და ადამიანს აფასებენ და ალბათ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მსახიობისათვის იმიტომ რომ სპექტაკლები იქნება მაყურებლისთვის. კრიტიკოსის აზრი ერთია, მაგრამ თავარია მაყურებელი. თუ მაყურებელი არ ივლის სპექტაკლზე, მოგეხსენებათ ეს სპექტაკლი მოიხსნება და კრიტიკოსები ვერ გადაარჩენენ ამ სპექტაკლს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მაყურებლის აზრი მართლა განსაკუთრებელია. გოითქვას, კრიტიკოსმა შეიძლება ძალიან აკრიტიკოს, მაგრამ ხალხი რადიოდეს. თუ ყოფილად ეჭვს და ასეთი ძალიან ბევრი პრეცედენტი არსებობს და გარდა ამ პოპულარობისა, დედაქალაქის თეატრები ხშირად ჩადის რეგიონებში. აგერ ახლა რუსთაველის თეატრსაც ჰქონდა გასტროლი ქუთაისის თეატრში და ანშლაგით მიდიოდა. ძალიან ხშირად ახლა რეგიონებში არ გეკამათებით, რა თქმა უნდა, პოპულარობას პირველ რიგში ტელევიზია ნამდვილად ასეა. და დღევანდელ დღეს პოპულარობა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე მაშინ, როდესაც მე დავიწყე. ასეა მოგახსენებათ. იმიტომ რომ ტელევიზია უფრო პოპულარული გახდა, პოპულარული მაშინაც იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი საინტერესო რაღაც ხდება ტელევიზიაში დღეს. და უფრო მეტად ხო მიზი და მაყურებელი ტელევიზიამ. თუმცა ერთს ვიტყვი, რომ აი რუსთაველის თეატრის სხვათა შორის, მე არ მინდა ეს დაუკარგო რუსთაველის თეატრს და იმიტომ ვამბობ. არ არსებობს წელი, რომ რამდენჯერმე ჩვენ გასტროლზე არ წავიდეთ. იგივე ქუთაისში, ბათუმში, გორში, საჩხერეში, ესტაფონში, ესე რომ მე ვიტყოდი, რომ ჩემი ძალიან ბევრი სპექტაკლები ხულოშიც კი სხვათა შორის, თუმცა მე ხულოში არა ვარ დაყოლი. ყველა თეატრის პრესტიჟი უნდა იყოს. არა, მაგრამ აი ჩვენ თეატრი ყველა რეგიონში დადის, მე ვიტყოდი, რომ ნუ არც ისე შორეულ წარსულში იყო ეს, თამარაშენში ვიყავით გასტროლზე სხვათა შორის და ასე რომ ასე ვთქვათ, ტელევიზიის იმედადაც არ არის. რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, ხა უკაცრავად, მაგრამ მსახიობისთვის, განსაკუთრებით თეატრის მსახიობისთვის, ყოველთვის უფრო სასიამოვნო და პრესტიჟულია, როდესაც შენ მაყურებელი შეგიყვარებს თეატრალური როლიდან, ესე რუსული. აი იცით რა ეს ერთობლიობა ძალიან კარგ შედეგს იძლევა რა. ერთობლიობა ამ ყველაფრის იძლევა. ტელევიზია ამას უარყოფა როგორ შეიძლება გვეხმარება. იცით რა უბრალოდ უფრო ხშირად ახსენებ შენ მაყურებელს
თავს თქვა ტელევიზიის საშუალებით. ანუ ის განხორციელებული როლები თავისთავად ამას რა თქმა უნდა ვერც ერთ მსახიობს ვერ დაუკარგავს. აი ეს, ანუ ახსენე. ისიც არის, რომ შეიძლება ტელევიზორით შეგიყვარონ, მაგრამ იმიტომ რომ უყვარხარ მოვიდეს თეატრში შენ სპექტაკლზე. კი ბატონო, მასი ტელევიზია ჯანის შემთხვევაში როგორ არის ესე ვთქვათ? აი უცნაურია რაღაც განსხვავებული შემთხვევა მგონი. ძირითადად ასახელებდნენ რეგიონებში დედაქალაქის თეატრების მსახიობებს და პოპულარულ მსახიობებს. იშვიათი იყო შემთხვევა, ეს იყო თელავში, როდესაც ვანო იანტბელიძე დაასახელეს, თელავში პირველ ადგილზე გავიდა ვანო იანტბელიძე და ფოთში ჯანო იზორია, მეორე პრეცედენტი. მაგრამ ჯანოს ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მისი ტელე და კინოსახეებით დაეხმარა. იმიტომ რომ პირველი ფოთში ვინც ახსენდებათ მსახიობი არის მათი თანაქალაქელი, რომელიც გავიდა საქართველოს მასშტაბით, ცნობილია და ასე. ხო ეჭი ხო არ გებარებათ ყველა ისოს და ყველას უყვართ იქ. უყვართ. ორივე და სხვა ქალაქებში ასახელებს. სენაკში, ზუგდიდში, ანუ აი დაუფალოთ სამეგრელოს თქვა, ანუ თან მიყურებენ ალბათ ეს მაყურებელიც და რა ვიცი მართლა გეთანხმებით ყველას რომ ჩვენი თავარი საზომი მსახიობის არის მაყურებელი მათი სიყვარული და მე რა ვიცი ბედნიერი ვარ არის აი აღნიშნეს რომ ქუჩაში სოყოლ იმიტომ რომ მე რატომღაც ყოველთვის ვცდილობ ეს არ არის რაღაც ჩემში მოგონილი ამბავი უბრალოდ ყველასთვის მისაწვდომი უნდა იყო მით უმეტეს ამ პროფესიაში რო ხარ და რა ის აი ყველასთან უშუალობაც არსებობს ჩემ და მაყურებელს შორის თუ მას უნდა ჩემთან ერთად ჩამოჯდეს ისაუბროს მე პრობლემა არ მაქვს წვიმა იქნება ქარი თოვლი და ზევარ უყვები თუ რაც აინტერესებს და მე ამ სიყვარულისთვის დიდი მადლობა და მე მინდა ვთქვა რომ აი პატარებიდან დავიწყებ იმიტომ რომ მე ბედნიერი ადამიანი ვარ ბავშვები ყოველთვის აი ესე ხელს იშვერენ ხოლმე და მე დედები აწყნარებენ რომ გაჩერდი ეს შენი ბავშვი არ არის და რაღაცა მაგრამ მე მეუბნები რომ მეუშვით იმიტომ რომ აი იქიდან დაწყებული ბოლომდეს ვისაც აი უყვარვარ და აღმოჩნდი აი აქ დიდი მადლობა მათ და რა ვიცი. და დიდი მადლობა კიდევ მინდა ვთქვა რომ აი ასეთ ადამიანებთან აღმოჩნდი გვერდით. ოღონდ ეს მართლა ეგრეა, იმიტომ რომ მიხარია და კარგია. და საერთოდ ამ ბოლო დროს ისიც გამოჩნდა რომ თვითონ თეატრებს შორისაც დაიწყო კონკურენცია, ხო? რომ აი ვთქვათ შენი თეატრი ასახელო, იგივე ვთქვათ ეს ნომინაციაც ასე ვთქვათ, ამიტომაც არის კარგი რომ შენი თეატრის სახელით გახდი საუკეთესო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვფიქრობ ეს წიგნი არის კულტურის სამინისტროსთვის ყველაზე საინტერესო და დათთავაძემ თქვა ერთხელ რომ ეს უნდა გახდეს სამაგიდო წიგნი კულტურის სამინისტროსთვის, რომელი თეატრი როგორ მუშაობს, რამდენად ეფექტურად მუშაობს, იმიტომ რომ მასში თავმოყრილია არა მხოლოდ სპექტაკლების რაოდენობა ამ 3 წლის განმავლობაში რამდენი სპექტაკლი დაიდგა ამა თუ იმ თეატრში, არამედ რამდენჯერ გავიდნენ ფესტივალზე, რამდენჯერ გასტროლზე, რამდენჯერ განახორციელეს საერთაშორისო გასტროლები, კოპროდუქციები თუ შექმნეს, როგორ დადიან ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში, რამდენი მაყურებელი ყავდათ წლის განმავლობაში, რამდენი შემოსავალი ჰქონდა თეატრს. ანუ ყველა ეს ინფორმაცია არის თავმოყრილი და უკვე გამოიკვეთა, რომ 15 რეგიონალური თეატრიდან 4 არის ყველაზე გამორჩეული. ალბათ უნდა ვთქვათ, ესენი არიან ქუთაისის თეატრი, ახალციხის თეატრი, გორის თეატრი, ბათუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი და ფოთის თეატრი. 5 ყოფილა, ხო? 5 გამოიკვეთა. არა ეს რეგიონალურებზე დედაქალაქი. თბილისის მერია გვეხმარება კულტურული ღონისძიებების ცენტრი ახალი წლიდან იგივე გაკეთდება დედაქალაქის თეატრებზე. ანუ დედაქალაქში არის 15 თეატრი ასევე და ყველა თეატრს ასევე შევისწავლით და მარტში უკვე თეატრის საერთაშორისო დღისთვის გამოვა მეორე ტომი, სადაც იქნება მხოლოდ დედაქალაქის თეატრები. აქ მხოლოდ რეგიონებია შესული. რეგიონალური თეატრები ძალიან რო გამოსოს და ეს ჩვენს ხშირად გიგზნია, ხო? რამდენჯერ ქონია საუბარი და სულ ნომინაციებში სულ არიან ну გამოსოცხებულია რაც ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ. და კულტურის სამინისტრო ახსენეთ, ამ გამოცემაში მოხდა თქვა ის ფაქტები, ის პრობლემები, რაც მათ აქვთ იმისათვის, რომ მივიდეს იქამდე, სადაც საჭიროა. კი, მოხდა და ეხლა მოგეხსენებათ კულტურის სამინისტრო მუშაობს კულტურის პოლიტიკის შექმნაზე, ამ კონცეფციის ჩამოყალიბებაზე და ჩვენ გქონდა ავტორებს შეხვედრა ამ კომისიასთან, გაუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები ამ წიგნზე დაყრდნობით გამოიკვეთა პრობლემები, რომ იცით რა, ბიუჯეტი იზრდება, მაყურებელი იმატებს, მაგრამ შემოსავლები იკლებს. ან პირიქით, ზოგიერთ თეატრში უფრო ცოტა
ჯერ არის წარმოდგენა სპექტაკლების და არა და მაყურებელი იმატებს. რაში არის საქმე? როგორ შეიძლება თეატრი ფუნქციონირებდეს თუ ამას ფუნქციონირება ქვია, როდესაც წლის განმავლობაში 365 დღეა და 30 სპექტაკლს ითამაშებ. ესე იგი ის თეატრი არ მუშაობს. წლის განმავლობაში რომ 30 სპექტაკლს წარმოადგენ, მაყურებელი არ გეყოლება. ბუნებრივია. ანუ სტაბილურად თეატრები, რომლებიც ფუნქციონირებს და წელიწადში 100-ზე მეტი სპექტაკლი აქვს, წარმოდგენილი შესაბამისად მაყურებელიც ყოველთვის იზრდება. ბუნებრივი. და მე მინდა ერთი რაღაც დავამატო, რომ აი ამ პროექტის განხორციელებაში ჩვენ დაგვეხმარა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი. ჩვენმა ცენტრმა მოიგო გრანტი, პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის და აი სწორედ ამ გრანტის ფარგლებში განხორციელდა ეს პროექტი და უბრალოდ არ შემეძლო რომ არ მეთქვა, იმიტომ რომ არა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი უბრალოდ დღის სინათლეს ვერ იხილავდა ეს წიგნი და ჩვენი პროექტი, იმიტომ რომ ეს პროექტი დიდი ხანია უკვე არსებობს იდეაში და ჩვენ აი ძალიან ხშირად ვცდილობდით დაფინანსების მოპოვებას, მაგრამ ნუ ამდენჯერმე იყო ისე რომ ვერ შევძელით და აი ამჯერად დაგვიდგა გვერდით ეს ფონდი და ძალიან დიდი მადლობა უბრალოდ მას ამისთვის. აი ეს გამოცემა არის ერთგვარი ანგარიში, ხო? როგორ მუშაობს თეატრი? 2012 წლების ანგარიში. და ფიქრობთ რომ ეს დაეხმარება იმაში რომ мотиваცია ამაღლდეს თუნდაც თეატრებს შორის კონკურენცია, პრეზენტაციაზე ეს უკვე შევნიშნე. დიახ, არის ეს უკვე დაიწყო. როგორც წინ ყოფილ ხართ, შენ რამხელა ბიუჯეტი ქონია, მე ცოტა და მე ამ პატარა ბიუჯეტში ნახე რამდენი სპექტაკლი დავდგი და შენ მილიონი გაქვს ბიუჯეტი. როგორ დადგი ესეთი ცოტა სპექტაკლი? მე ხარისხი მაქვს გენაცვალე. რას ლაპარაკობ? მე 30 კოსტუმი შევკერე, აი აქ ხო წერია. შენ 5 კოსტუმი გაქვს შეკერილი და დაიწყო უკვე კონკურენცია. კარგია, კარგი, და გაგრძელდება, ხო, ესე ვთქვათ, ამის პროგრამების დადება. ეხლა გვინდა რომ ყოველწლიური გახდეს და მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ფოჩი ისეთ პირობებში გვიწევს ეს მუშაობა, რომ ეს გარდამავალ პერიოდშია თეატრი, ანუ ახალი შენობა შენდება და ის უნდა ნახოს ადამიანმა, იმიტომ კი არა რომ მე ფოთის თეატრის მსახიობი ვარ და მართლა ისეთი პირობებია მან და აი რაღაცა რამოდენიმე სამსახურია ერთ შენობაში. მახსოვს რომ სპექტაკლი იდმეოდა, თან ზემოთ რითმები ისმის, ნუ ბავშვები ზემოთ ფოლკლორს გადიან და თავისთავად, მაგრამ მან არის ის მომენტი, რომ საბედნიეროდ ჩვენი თეატრი არ მოდუნებულა და ის ყოველწლიურად ლაშამაციცის დამეთანხმებით, რომ სპექტაკლები იდგმება ჩასული რეჟისორებით, უცხოელი რეჟისორებიც კი ჩამოგზავნდნენ და გადადიხართ ფესტივალებს. ხო, და თავისთავად მაყურებელი იქ 100 კაციანია და მოდის, მაგრამ მაინც ზოგიერთს აქვს იმის ინტერესი, რომ აი ახალი შენობა რო აშენდება, რაღაცა იქ და მე ვეუბნები ზოგჯერ მაყურებელს შენ შენობის ანახავად მოდიხარ და თუ სპექტაკლის ნახვა გინდა, არსებობს ისეთი ადგილები, სადაც უნდა ნახო. ფოიეში ვთამაშობ. ამიტომ ეს ციგნი ჩემი აზრით ახლა მაყურებელის რო ისმენს ამ ამბავს, ალბათ თუ მას უნდა გულშემატკივრობა, უნდა იაროს ყოველთვის თეატრში და უნდა იყოს შენი მხარდამჭერი. ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მაყურებელი ვიცმობა არ გაუშვება. შენობაც კარგი იყოს, კაცო, რა. რა თქმა უნდა და იქნება მალე მგონი აგერ 2014-ში უკვე. და ჯერ აი იმ პირობებში რაც ხდება იქ ზემოდან ფოლკლორის რაღაც ჰანგები ისმის, რაზე მუშაობს ფოთის თეატრი ამ ეტაპზე? წყარო ხო არ არის შემთხვევით? არა, რაღაცა ისეთი არა, ახლა ამ წუთას რაზე მუშაობს? ნუ ამ წუთას ახლა მოგეხსენებათ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ჩვენი არის დავით მღებრიშვილი და დგამს ალუბლის ბაღი იდგმება ჩეხოვის. თქვენ თუ ხართ ჩართული ამ დიახ, მეც ჩართული ვარ, მაგრამ მე ფიგაროსავით მე გამვლელის როლი მაქვს. ხო, მხოლოდ გამვლელის, იმიტომ რომ რაღაცები გაითვალისწინეს ჩემი ის მდგომარეობაში რომ მე ფიგარო ვარ, მე ვერ დამინახავს ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენი პროფესია ისეთია, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, რომ ერთ ადგილას გაჩერება მე პირადად არ მინდა, იმიტომ რომ მინდა რომ ყველგან ვცადო ბედს და სიამოვნებით გავჩერდებოდი ერთად. და ზუსტად გავლენის როლი შესაბამისია. თქვენ ლამაზო ქალბატონებო რაზე მუშაობთ? მე მქონდა ახლა შაბათ-კვირას პრემიერა მქონდა მარიამ ალექსიძის ძალიან კარგი სპექტაკლის ჰარი რა, რომელიც ქორეოგრაფიულია, ხო რამდენადაც ვიცი. ქორეოგრაფიული არის უფრო თანამედროვე ბალეტია, მაგრამ დრამატურგიული ხაზიც აქვს, ანუ ის არტო არ არის რომ დგავართ ეს რაღაც ცეკვავთ, ეს არის ჯანო კახიძის მუსიკაზე დადგმული არაჩვეულებრივი ბალეტი, თანამედროვე და რა ვიცი ეს პრემიერები კიდე იმაში ვარ, რა ქვია, პრემიერის ეიფორიაში ვარ, იმიტომ რომ ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა და მეც რაღაც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ სპექტაკლის თამაშით. შენი ჟანრი
მოგცემებთ არის ხო ეს რაღაცა მგონია რომ ჩემი ჯანდი არ ვარ მოცეკვავი, მაგრამ ეს ის იყო რაც ყოველთვის მაინტერესებდა. ახლა არიყავი. დასამო. მაინტერესებდა. ეხლა უკვე ყველა მოცეკვავი. ძალიან მეცხრით სპექტაკლები კარმენის თქვენი სპექტაკლის გახსენებაც მინდა ქორეოგრაფიული სპექტაკლები რომ დრამატული თეატრის მსახიობებს შეუძლიათ და რა ბედნიერება რომ ჩვენ გვყავს ახალგაზრდა მსახიობები რომლებიც არაჩვეულებრივად მღერიან გამოდმარნა თქვენ თავისთავად აგერ ხო ხედავთ მაინც ახალგაზრდების რეიტინგში ხართ და თქვენ მოცეკვავე იყავით და ბალეტზე დადიოდით და შესაბამისად თავისთავად ეს თქვენ არ გეხებათ უბრალოდ მართლა ძალიან მიხარია რომ შეუძლიათ უნივერსალურები იყვნენ ძალიან ხშირად თანამედროვე არტისტი რომ შეიგებენ რომ ქორეოგრაფიული სპექტაკლი, ქორეოგრაფიული დრამა და თამაშობენ მსახიობები და არა მოცეკვავეები. ხო ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ რაც მე ვიტყვი ერთს რომ ერთად თქვენ ახსენეთ მართლა შესანიშნავი რუსკას მიულოცემ შესანიშნავი სპექტაკლია და რუსკა ძალიან თავის როგორ გითხრათ თავისი ხიბლით ატყვევებს მაყურებელს მე აჩიკო თქვენი შენი სპექტაკლი ვნახე და ძალიან საინტერესო და ძალიან მომწოხარ და იცით რა ხა ჩემთვის ვიჯექი ვფიქრობდი ყოველთვის თავს ვარიდებდი რატომღაც კონკურსებს არ მიყვარს კონკურსებში მონაწილეობა მაგრამ გამოვიდა რომ ჩემ დაუნებურად მაინც მივიღე კონკურსში მონაწილეობა რაც რა გითხრათ ეხა ცოტა მეღიმება თუმცა მაყურებელი მსახიობი მართლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ პირველ რიგში მაყურებელს მოაწონოს თავი ესე რომ თან მეღიმებოდა თან არც არის გასაღიმი, მაშინ ჩვენ აი რისთვის ვიხწვით. კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ თავს ანიჭებთ მსახიობების სიამოვნებას, ჩვენს საკუთარი გრძნობებისთვის ვართ მსახიობები, მაგრამ როდესაც ირჩევ ამ პროფესიას, გათვითცნობიერებულად თუ გაუთვითცნობიერებულად, შენ ამ ფერხულში ებმევი, რომ შენ იბრძვი მაინც გინდა თუ არ გინდა პოპულარობისთვის, ერთი და მეორე, აი ეს ახალგაზრდებს ვეტყვი, იმიტომ რომ ჩემი თაობის ადამიანებს ვფიქრობ, ეს უკვე არ ემუქრება, რატო ახლა ვიჯექი ჭიქას შევხედე და ვიფიქრე რომ პოპულარობა გავს ღვინოს იცით როსვამ ძალიან სასიამოვნოა შენ ბევრ ამას განიჭებს ის რაღაცნაირად განთავისუფლებს მეტნაკლებად კომპლექსებისგან უფრო ძალას გმატებს და აი ბოლოში უნდა ეცადო რომ არ გაგაბრუოს როგორც ღვინო იმიტომ რომ ეს ძალიან საშიშია და ძალიან ბევრი მაგალითები გვაქვს ამისი და ფრთხილად ახალგაზრდებო მე ესე ვამბობ კეთილად ბოროტად ძალიან საშიში რამ არის პოპულარობა არ მარტო მსახიობების სხვაჩვევის რა როგორ ახერხებთ პოპულარობის შენარჩუნებას მე დიდი მადლობა ლაშა ჯერ შენ ამ თაღიარო რომ ვინარჩუნებ რაღაც დიდი დროის მანძილზე არ ვიცი ეს უკვე მაყურებელმა უნდა განსაზღვროს ალბათ უნდა იყო ეცადო ყოველ შემთხვევაში რომ იყო თანამედროვე და ახალგაზრდა რამდენად შეგიძლია ძალიან დიდი მადლობა თქვენს ავტორებსაც, მსახიობებს, რომლებიც სრული შემადგენლობის დღეს ვერ მოვიდნენ, მაგრამ მულოცავთ ეთერიდან და როდის ელოდებით პრეზენტაციაზე? თუ უკვე შედგა ამ წიგნის პრეზენტაცია? უკვე შედგა. უბრალოდ ყველამ გაიგო ყველაფერი. მამაკაცებიდან რო კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი და გიორგი ვარდასანიძე არის პირველი სამეული. და ქალბატონებიდან რუსკა მაკაშვილი, მარინა კახიანი და ნინელი ჭანკვეთი. რატო კახის უდურვებს მოსვლა შევეკონტაქტუროთ, შეუძლოთ არის ცოტა და ბატონგივიც და გამოჯამრთელებას მოსურვებ ორივეს და დიდხანსით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენ კი გავაკეთებთ ზიანო და რეკლამდება.